ოფიციალური თბილისის შეფასებით ჰააგის სასამართლომ კონფლიქტის მხარედ რუსეთის აღიარების მოთხოვნის ლეგიტიმაცია მისცა. საერთაშორისო სასამართლომ დაადასტურა, რომ რუსეთის ფედერაცია არის კონფლიქტის მონაწილე და არა მესამე მხარე, როგორც ამის წარმოჩენას მოსკოვი დღემდე ცდილობს. განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ. ქართული მხარისთვის მნიშვნელოვანია ის აღიარებაც, რომლის მიხედვითაც ჰააგის ტრიბუნალმა დაადასტურა, რომ თბილისსა და მოსკოვს შორის წლების განმავლობაში დავით საგანს სწორედ ეთნიკური წმენდის საკითხი წარმოადგენს. რაც შეეხება ჰააგის სასამართლოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელის განხილვის შეწყვეტას, კალანდაძის თქმით, საერთაშორისო მართლმსაჯულებამ აღნიშნული გადაწყვეტილება მხოლოდ იმ მიზეზის გამო მიიღო, რომ თბილისსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებების რესურსს ბოლომდე ამოწურულად არ მიიჩნევს. გაეროს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელის არსებით განხილვაზე უარი თქვა. სარჩელში ქართული მხარე რუსეთის ხელისუფლებას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადგილობრივი სეპარატისტული ხელისუფლებების დახმარებით ეთნიკური ქართველების დისკრიმინაციაში ამხელს. სარჩელი ჰააგის სასამართლოში 2008 წლის 12 აგვისტოს შევიდა. გადაწყვეტილებით მიღწეულ იქნა ის, რომ სასამართლომ დაადგინა და აღიარა უკვე სამართლებრივად და იურიდიული ლეგიტიმაცია შეეძინა იმ გარემოებას, რომ სწორედ რუსეთის ფედერაცია წარმოადგენს საქართველოსა და რუსეთს შორის დავის მონაწილე მხარეს და კონფლიქტის მხარეს და რომ სწორედ რუსეთსა და საქართველოს შორის მიმდინარეობდა დავა ეთნიკური წმენდის თაობაზე. ეს ორი არის ძალიან პრინციპული საკითხი ქართული მხარისათვის, განსაკუთრებით საერთაშორისო სამართლებრივად.